looking up an appetite. He had tattoos up and down his arm. They're nothing more in interest than a boy with a charm. He's a one-stop shop, makes my panties drop. He's a sweet-talking, sugar-coated candy man. Sweet-talking, sugar-coated candy man. Ooh, yeah, yeah, yeah. He took me to the strip club of Hollywood wine. We drank champagne and we danced all night. Took the paparazzi for a big surprise. The gossip tonight will be tomorrow's headline. He's a one-stop shop, makes my cherry pop. He's a sweet-talking, sugar-coated candy man. Sweet-talking, sugar-coated candy man. Sweet-talking, sugar-coated candy man. Sweet-talking, sugar-coated candy man. საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, მომენატრა თქვენთან შეხვედრა, რადგან ზუსტად ერთი კვირა გავიდა. ზუსტად 4 შაბათი დღეა ისევ და ისევ და არტისტული 4 შაბათი FM 105-სა და 9-ზე სალომე ბაკურაძესთან ერთად დაიწყო. და ყოველი გადაცემა ნამდვილად ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ჩემი სტუმრების მრავალფეროვნება მაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვენამდე საინტერესო საღამო თქვენთან ერთად საინტერესო საღამო გავატარო, მაგრამ არის ხოლმე რაღაც განსაკუთრებული დღეები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანთან ერთად საღამოს გატარება, სიახლეების გაგება, როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება კარიერაში, არის ასევე განსაკუთრებულად საინტერესო ჩემთვის ისეთი სტუმრის ყოფნა, რომელიც ასე ვთქვათ, ახალგაზრდა კოლეგაა ჩემი. ნიჭიერია და რაღაცნაირად თითქოს წვლილი შემაქვს. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, რომ წვლილი შემაქვს ხოლმე იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგად გაგაცნოთ მათი შემოქმედება, მათი პერსონა და საინტერესოდ გავატაროთ არტისტული 4 შაბათი ერთად. აი ასეთი დღეა დღეს, როდესაც განსაკუთრებულად მიხარია, გარდა იმისა, რომ ჩემი პირადი სიმპათიები გამაჩნია ამ შემსრულებლის მიმართ, ნამდვილად განსაკუთრებული, სიმციმა, ლამაზი, ახალგაზრდა და მჩქეფარე ნენე სიხარულიძე, ჩემი დღევანდელი სტუმარი და გამარჯობა ნენეკო. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, მართლა როგორ ხართ? კარგად ვართ. ამ სტუდიაში ვგრძნობ თავს ფანტასტიკურად, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პრინციპში ყოველთვის, იმიტომ რომ ყოველთვის კარგი სტუმრები გვყავს, ყოველთვის მოუხარიათ ჩვენთან, ახალი სიმღერებით მოდიან, ახალი პროექტებით მოდიან, ამაზე სასაუბროთ და რაღაცა კარგად ვატარებთ ხოლმე საღამოებს და შესაბამისად ისინი ვინც გვისმენენ და არა მარტო გვისმენენ, გვიცქერენ კიდეც, რადგან FM 105-სა და 9-ზე არტისტული 4 შაბათი მთელი საქართველოს მასშტაბით ისმინება, ზოგადად რადიო იმედი, მთელი საქართველოს მასშტაბით ისმინება და თანაც შეუძლიათ გვიყურონ ლაივების საშუალებით და მაგთის 53 არხზეც, ასე რომ შეგვიძლია ხელი დავუქნიოთ ახლა ყველას, ვინც გვიცქერს და ნენემ დღეს სიმღერის პრემიერა მოგვიტანა. მაგრამ არ მინდა რომ პირდაპირ ესე დავუშვათ ის ადამიანები, ვისთვისაც ნენე სიხარულიძე პირველად მოხვდა ტყურში, არ იცნობენ, არ იციან მისი შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვინც იფიქრა, რომ ეს ვინმე უცხოელის მიერ შემოთავაზებული კენდიმენი იყო, ან კიდე კრისტინა აგილერასი ძალიან ცდება, რადგან ნენეს შესრულებით გახდათ ეს cover version და შეიძლება იცოდნენ უკვე რაღაც წარმოდგენა ჰქონდეთ შენზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსებობენ ადამიანები, ვინც პირველად გაიგეს ახლა შენი სახელი და გვარი. არ იციან შენი მიღწევების შესახებ. ან კიდე იმდენი არ იციან, ამდენიც უნდა იცოდნენ. ამიტომ არ მინდა რომ პირდაპირ სიმღერის პრემიერით დავიწყო. მინდა რომ ცოტა უფრო შორიდან დავიწყო. ვინ არის ნენე სიხარულიძე იქიდან? სად დაიბადა? მისი პირველი შემხებლობა მუსიკასთან და როგორ იწყება ნენე სიხარულიძის ნაბიჯები მუსიკაში? ნენე სიხარულიძე, ანუ მე დავიბადე თბილისში. გავიზარდე თბილისში. პირველი შემხებლობა ეს მუსიკასთან მე არ მახსოვს, მაგრამ დედაჩემი მიხვდა, რომ სმენა მქონდა. და საიდან მიხვდა? მასწავლიდა ლექს, ვიყავი დაახლოებით წლინახევრის და ცდილობდა, რომ ლექსი ესწავლებინა ჩემთვის და დავიწყეთ ამ ლექსის სწავლა და მაგრამ ტექსტს ვერ ვამბობდი. ლექსის სიტყვებს ვერ გამოვთქვამდი, მაგრამ გამოვთქვამდი რითმულად. სწორედ რითმით. ეს იყო კიკლი ვესებ მოწოდების კიდესა. მაგით მაქედან უკვე დაიწყო და ჩემს ინტერესი, რომ ამან უნდა დაიწყოს აუცილებლად მუსიკაზე სიარული.
უნდა განავითაროს თავისი საფორტეპიანო სკოლას გულისხმობ თუ ვოკალურს პირდაპირ ორივე. თავიდან შემიყვანა უშუალოდ ფორტეპიანოზე. ასევე დავდიოდი ვიოლინოზე. 4 წლები მაქვს ვიოლინოს სრულად არ დამისრულებია სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ყოველთვის რომ გამეგრძელებინა, უბრალოდ ვეღარ მივახციე. და მოგიხდებოდა სხვათა შორის ძალიან და ვიოლინო არის ის ინსტრუმენტი, ალბათ ისედაც ყველა ინსტრუმენტი სჭირდება ბუნებრივია და შემსრულებელსაც სმენა, მაგრამ აი ვიოლინო კიდევ უფრო განსაკუთრებულ და აბსოლუტურ სმენას მოითხოვს და კარგია ამ კუთხით გავარჯიშებული ყური, ალბათ კიდევ უფრო სხვანაირად ვაღვიქვავდი ძალიან ბევრ რაღაცას მაშინ. ფორტეპიანოს უშუალოდ მუსიკალური არ მაქვს დასრულებული და მაგაზე მწყდება ძალიან გული, მაგრამ აუცილებლად მივხედავ მაგ საკითხს, იმიტომ რომ ნამდვილად მისახედია. ესე იგი, შენი ცხოვრება მთლიანად მუსიკა, ანენე. ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე თუ როგორც კი დედამ შენში ეს ნიჭი აღმოაჩინა, ჩადო ყველაფერი იმისთვის, რომ მართლა ხო? იმიტომ რომ სად არ უნდა წავსულიყავით, დედა ჩემი ყოველთვის მეუბნებოდა ადის სცენაზე იმღერე. ადის სცენაზე იმღერე, ყველანაირად დაიხარჯე, გამოაჩინე შენი თავი, თავიდან პატარა ბავშვი, ხა ცოტა კომპლექსები მქონდა სცენაზე ასვლა, ხალხის წინაშე გამოსვლა, უშუალოდ წარდგენა, მაგრამ დედა ჩემი რო არა, ამას ალბათ ვერასდროს ვერ გადავლახავდი. დედა ჩემის დამსახურება ახლა ასე აქამდე რო არ ზოგადად დედების ბევრი დამსახურებაა და ჩვენს დედიკოებს უდიდესი სიყვარული ჩვენგან და მადლობა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ასე გვერდით გვიდგანა და ალბათ ჩვენი წარმატების ყოველ შემთხვევაში ნახევარს ერთმნიშვნელოვნად ინაწილებენ, თუ მეტს არა. არ მინდა რომ შენი ისიც დავკარგო ამ შემთხვევაში და ამიტომ გავანაწილე ნახევარზე, თორე დედები ბევრად მეტ შრომას დებენ კიდევ უფრო. ესე იგი მე ყველა სტუმარი პრინციპში ალბათ პასუხი 100 თუ ისე ყველას იგივე აქვს და მეც ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც ვიცი რას ნიშნავს ის, რომ აი ბავშვობიდან მღერი. იმიტომ რომ მართლა ასეა. წინა 4 სტუმარი გია ბაღაშვილი მეუბნებოდა რომ 11 თვის იყო, როდესაც აი წარმოგიდგენია რომ თვითონ რა თქმა უნდა არა აქვს ეს მეხსიერებაში, მაგრამ 11 თვიდან იმ დონეზე პატარა იყო, რომ მეხსიერებაც კი არა აქვს, თუმცა მაინც რაღაცა მუსიკალური ეს შინაგანი სამყარო ბევრად არის ერთეული შემთხვევებიც, როდესაც გვიან აღმოუჩენიათ, მაგრამ როგორც წესი მაინც დაბადებიდან კი ეთყობა ამ ყველაფერს. ესე იგი რა მოხდა როგორ დადექი სცენაზე და რა ასთვლი რომ რა არის შენი ისი რა მინდა კითხვა ის მნიშვნელოვანი მოვლენა ის მნიშვნელოვანი მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან მღერი რამე ხო არ არის ერთი კონკრეტული შემთხვევა, ერთი მოვლენა, რის შემდეგაც დარჩი სცენაზე და ეს შენი ჰობიცაა, პროფესიაც, ცხოვრების მთავარი საქმეც და ყველაფერი ერთად. უამრავ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ესეც მინდა რომ ზოგადად შენი სურვილით თუ მე ძირითადად დედა ჩემის სურვილით ვაკეთებდი ამას, იმიტომ რომ აი მისი სურვილი იყო ყოველთვის რომ მიმიდი აქ, გამოდი იქ და მეც არ ვიყავი წინააღმდეგი არასდროს, მაგრამ როგორც წესი ამის მთავარი სტიმულატორი ყოველთვის დედა ჩემი იყო და დედა ჩემიც. ოღონდ არასდროს არ მეუბნებოდა რომ აუცილებლად უნდა გახვიდე, უბრალოდ იქნებ ცადო. გამოსცადო შენი თავი, რამდენად შეძლებ. დედა ჩემი მე შენი მჯერა, ეს იყო დედა ჩემი ზოგადად გაბურა, მე შენი მჯერა. ამას აუცილებლად შეძლებ. უბრალოდ ერთადერთი გადამწყვეტი მომენტი რაც იყო, როდესაც ვერ გადავლახე რაღაც შესარჩევი ტური ერთ-ერთ კონკურსში. სატელევიზიო პროექტს გულისხმობ ალბათ, ხო? სატელევიზიო პროექტი იყო, რომელზეც ცოტა გული დამწყდა, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ცოტა არა იმედგაცრუება იყო შენი. კი. მაგის მერე ცოტა ჩავიკეტე ჩემში, მაგ მომენტში. ეს რა ასაკზე გაგსაუბარი? პატარა იყავი. კი, პატარა ვიყავი. მაშინ ვიწყებდი უშუალოდ ფეხის ადგმას. რაღაც დუეტი გქონდა მე და ჩემს მეგობარს, ირაკლი მეტრევალს და მაშინ მუშაობდით პაბებში, რემებში, რა ქვია, სასტუმროებში და მაქედან ვიწყებდი და ამან უცბად ჩამაგდო. და აღარ ვიცოდი რა მექნა, გამიგრძელებინა. ეს ამ დილემის წინაშეც კი იდექი, ესე იგი ძალიან იმოქმედა შენზე. და წავედი 1 წლით ესტონეთში. იქ ვისწავლე, ვიცხოვრე და იქ რომ მივხვდი რომ მუსიკის გარეშე მართლა არ შემეძლო, რომ ჩამოვედი,
კიდევ ერთ-ერთმა პროექტმა გამომიყვანა მაგ ყველაფერს. მართლა, რა კარგია. ესე იგი, ესტონეთში წახვედი სასწავლებლად? და რა მოხდა ერთ წელში, რატო და სიცივე იყო? თუ რა მოხდა? სიცივე იყო, -25 გრადუსი მქონდა ერთ დღეს. და ძალიან გავიყინეთ. მარტო წახვედი ესეთი ბაწაწინა გოგო, დედა როგორ შეგელია? დედა ჩემმა ძალიან სულად გადაიტანა და 6 თვეში სიურპრიზად დამადგა. ჩამოვიდა და სახლთან რომ მივედი გამოვაღე. ჩემი სადარბაზოს კარი და დედა ჩემი დგას იქ და უცბად წარმოუდგენია. მეგონა რომ ტელეფონში რომ უყურებდი, ეხა 6 თვის მანძილზე ადამიანს რო ტელეფონით ესაუბრები, ეს იყო რაღაც უცბად სრული ადამიანი წარიდგა შენ წინაშე და საოცრება. ემოციებით აღუწერელი რაღაცაა. და ერთი წლის შემდეგ რატო დაბრუნდი? ანუ სიმღერის სიყვარულმა სამშობლოში დაგაბრუნა, აი კარგიცდია არაფერი თუ სხვა პროფესიით იყავი თუ აი მომიყევი ეს ამბები არ ვიცი ის ადამიანები ხშირად არ მყავს ეთერში ვინც რაღაცა სხვაგანაც ცადეს და ან გამოვიდა ან არ გამოვიდა რაღაცა დროებით წასულ კონკურსებზე ბევრი გვისაუბრია რა თქმა უნდა საზღვრებს გარეთ და საერთაშორისო კონკურსებს მაგრამ ის რაღაც საზღვარგარეთ კარიერის აწყობა ცადეს და ან გამოვიდა ან არა ესეთი შემთხვევები არც ისე ხშირად მაგ ყოველ შემთხვევაში და მაინტერესებს აბა როგორც კი ჩავედი, ყველანაირად ვცდილობდი, რომ მუსიკასთან დისტანცია არ დამეჭირა და ჩემით რაღაც მეპოვნა, მომეძია, მაგრამ ესტონეთი ისეთი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც ასე უშუალოდ მიხვიდე დაჭდე იმღერო, მასე არავინ არ შემოვა და არ მოგისმენს. მართლა? ანუ ის კულტურა რო აი სადღაც ტექნო მუსიკა უფრო სხვა ჟანრია. ამ ეტაპზეო და არავის არ აინტერესებს ახლა რესტორანში შემოვიდეს, დაჭდეს და მოусმინოს თუნდაც ქართულ რესტორანში ვიყავი ზუსტად მისული ქართველებთან. დიახ. და იქ უთხარი თუ უნდათ ქართული საღამო. ესტონელების საინტერესოც იქნებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ჩვენთან არის. დიახ, რა თქმა უნდა. ისევე იქნებოდა იქ, მაგრამ არ შემოვა არავინ. და ზედმეტი თანხის გადახდა არც არავის არ უნდა. რა თქმა უნდა. ამიტომ იყო ესა და ეს და მაშინ მივხვდი რომ უბრალოდ ერთწლიანი პროგრამა იყო მე რაზეც ვიყავი. ვალდებული ვიყავი სადაც წამოსვლა, მაგრამ რომ მივხვდი რომ იქ განვითარების კუთხით ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ გავაკეთებდი მუსიკალურად, გადავწყვიტე ჩამოსვლა. რა პროფესიის ხარ და რა ხდება ამ კუთხით? ახლა ვარ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ესტონეთში სხვა პროფესიით იყავი მაშინ, როდესაც წახვედი სხვა. მაშინ ამერიკაში მცოდნეობაზე ვსწავლობდი. რას მოიცავს ამერიკად მცოდნეობა? ეს რა ჭრილია? ისტორიის სრულად გასწავლიან ისტორიას ინგლისურენოვან ფაკულტეტზე ვიყავი, ინგლისურად ვსწავლობდი. და რო ჩავედი მივხვდი რომ ეს არაფერი არ მაინტერესებს. პიარის განხრით ვსწავლობდი, მაგრამ პიარამდე ვერასდროს ვერ მივახციეთ. ისტორია იყო. ვერასდროს ვერ მივედი. რამდენი წელი ვერ მიხვედი? 3. 3 წელიწადში, ესე იგი შეიცვალე. გამოდის რომ დატოვე და თავიდან დაიწყე. კი, ჩამოვედი, ვიფიქრე რომ შევძლებდი და ანუ რამენაირად შევიყვარებდი ისევ ამ პროფესიას. რამენაირად. ვერ მიიღე. ვერა, დედა ჩემის ხათრითაც ვჩერდებოდი დიდი ალბათობით რომ მეუბნებოდა რომ დარჩი დაასრულე და მე სხვა ფაკულტეტზე ჩააბარე ისევ, მაგრამ არ შემეძლო. დედა რა პროფესიისა? დედა საჯარო გასაგებია. ესე იგი ვინ არის შენი ცხოვრების მთავარი შემფასებელი? თუ არსებობს ადამიანი, ვისაც აი დაუშვათ ვისმა აზრმაც შეიძლება რომ აბსოლუტურად შეგაცვლევინოს. ის კი არა რომ აი რაღაც სიმღერა რომელსაც აპირებ და უშუალოდ და მისი აზრის მოსმენის შემდეგ შეიძლება რომ საერთოდ უარი თქვა ამ სიმღერაზე ამ დონეზე ვგულისხმობ თორე ის რაღაცაში გეთანხმება და რაღაცაში არა ეგ არა მწვანე კაბა თუ წითელი არა აი ესეთი რადიკალური გავლენა აქვს ვინმეს აზრს შენზე როგორც ყველა გოგოსთვის ალბათ დედა ხო დედას ზეგავლენა არის ყველაფერი თუ იტყვის ჩემთვის ეგ პირველ რიგში მთავარია ესე იგი მე ასე ვთვლი რომ როდესაც დედა რაღაცას გეუბნება არა იმიტომ გეუბნება რომ რაღაც ცუდი უნდა პირიქით თავისთავად ამიტომ სულს არასდროს არ გირჩევს წინასწარ გამოცდილი აქვს თავის თავზე წინასწარ იცის რა შეიძლება მოყვეს ამადა ამ საქციელს ამადა ამ სიმღერის თუმცა შეიძლება რაღაც აი გემოვნების ამბავში არ იყოს თანხვედრა მაგ დროს რა შვები ხო ეგეც ყოფილა მაგრამ საბოლოოდ შევჯერებული ვართ ისე რომ რაღაცნაირი სტილი შეგვიცვლია სიმღერის ან რაღაც სხვანაირად დაგვილაგებია რომელი უფრო თმობს ამ შემთხვევაში დედა რომელიც შენ უფრო მე იმიტომ რომ დენ წელია თვითონ თმობდა ძალიან ბევრ რაღაცას და ამ შემთხვევაში
მე ვთმობ და დავთმობაცე ყველაფერს. მართლა ხო? კარგად იგრძნოს თავი ყველანაირად. კარგი შვილი ხარ შენ და წარმატებები მინდა რომ შენი დედი ყოველთვის ამაყობდეს შენით, ყოველთვის გახარებული იყო შენი ყოველი ნაბიჯით. და მოვადექით სიმღერას. სიმღერებს წერ შენით თუ არ გიცდია თუ ამბობჯერ ვცადე. დიახ. რაღაცაც დამიწერია, მაგრამ არ მქონია იმის ვერ გადავლახე, ჩემი კომპლექსი უშუალოდ აი ამ შემთხვევაშიც კომპლექსი. ვიცი, მესმის რასაც ამბობ. რასიფიკანოს კარგად ვერ შეფასების გეშინია. ძალიან. და ვერ მივახცე იქ. იცი თუ არავის არ მოასმენინებ, არა ჩვენ ვერც იმას გაიგებ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ღირს თუ არ ღირს და მეც ვფიქრობ, რომ აი ის ალბათ უდიდესი კომპოზიტორებიც, რომელზეც დგას საქართველოს მუსიკალური ხელოვნება, დაუშვათ დასაწყისში მგონია, რომ ისინიც შეიძლება ვერ ქმნიდნენ შედევრებს, მაგრამ დაიწყეს და რაღაცას ანახეს მოეწონა. არ მინდა რომ პარალელი გავავლო, მაგრამ აუცილებლად რაღაცით იწყება და შემდეგ იხვეწება. და მინდა რომ ხო ეხლა რაღაცა ისე გამომდის რომ სხვას ვარ იგებ ჭკუას და თვითონ პერიქეთის ჭკუის დარგება არა ქურჩევა არის და ნამდვილად ხო უნდა მგონია რომ უნდა მიყვე ამ საკითხთან თუ მუსიკალური განათლება გაქვს კიდე უფრო ადვილი ამ კუთხით რაღაცების შეცვლა რაღაცა ბევრნაირად მოსინჯო და საბოლოო ჯამში რაღაც საუკეთესო ვარიანტი მიიღო. სიმღერის კუთხით სიმღერა რომელიც ახლა მოგვიტანეს არ არის შენი. არა, გულისხმობ რომ შენი საავტორო სიმღერაზე არაა საუბარი, მაგრამ პირველი კავერების იქეთ პირველი შენი რეპერტუარში, შენს რეპერტუარში შენთვის დაწერილი სიმღერაა. ხო მართალი ვარ? მაშინ გითხარი ვინ დაწერა, სად ჩაიწერა? როგორ მოხდა და ყველაფერი ამ სიმღერის ირგვლივ, იმიტომ რომ პრემიერას ვაანონსებ რეალურად ახლა, მეგობრებო, ვინც გვისმენთ, ნენეს შესახებ რაღაცნაირად ცოტა გაგაგებინეთ, ვისთვისაც არ არის ეს არაჩვეულებრივი გოგონა ცნობილი და შემდეგ მინდა რომ სიმღერასაც მოვუსმინოთ, ოღონდ ამ სიმღერის შესახებაც გვითხარი ახლა ყველაფერი. ჩვენი ოჯახის უახლოესმა მეგობარმა დამიწერა სიმღერა, უშუალოდ და ტექსტიც მისი დაწერილია. ეს არის მანუჩარ მანჯავიძე. ნოი? რა მაგარია, მანუჩარს უდიდესი პატივისცემა და სიყვარულით მოკითხა ჩემგან. უმაგრესი და გენიალური ტექსტების ფანტასტიკური სიმღერების ავტორი. ნამდვილად. არანჟირება გააკეთა ბორიკო. ბორიკო შხიანმა და ჩაიწერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში. ძალიან ისეთი კარგი შემოდგენლობა დაასახელე, რომ საინტერესო. ყველანაირად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უმაგრესი პროდუქტი მოგვეწოდებინა ყველასთვის აბსოლუტურად. და გამოგვივიდა კიდეც ასე. არის ჟანრი, რომელიც განსაკუთრებულად გიყვარს და მოგწონს შენ თუ შენი მუსიკალური გემოვნება მრავალფეროვანია, ასე ვთქვათ, ჩამოუყალიბებელია ჯერ და კიდევ სინჯავ, თუ ამ კუთხით როგორ ხარ? მე სამსახურებრივი რო შევხედოთ იმ კუთხით, რომ როგორ სად მუშაობ და როგორ გამოვდივარ ყოველ საღამოს, ამ შემთხვევაში ერთი რაღაც ჟანრი რო ამომერჩია, ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ მაქვს ერთი კონკრეტული ჟანრი, რომელიც მომწონს. თუმცა ის რა მუსიკაც დაუშვათ, რა მუსიკაც გამღერებს, რა მუსიკაც შენთვის მარტო როდესაც ხარ, ეს იქნება კარგი ხასიათი თუ ცუდი ხასიათი მუსიკა ხო ყოველთვის ჩვენს ირგვლივ ჩვენთან ერთადაა. აი ეს რა ჟანრია, რომელიც ყველაზე მეტად შენს გულთან ახლოს მოდის. უკვე არის ასეთი რამე თუ ბევრი ჟანრიდან შეიძლება იყოს, ხო? კონკრეტულად არ მომირჩევია ჯერ, იმიტომ რომ მე ზოგადად ერთ წამს შემიძლია ვიყო აფორიაქებული სხვა ჟანრს ვუსვენ და ერთ წამს ჩაგდებული რაღაც მოღუშურლად ვიგრძნო თავი და უცბად მელანქოლიური სიმღერები მომწონდეს და არ ვიცი, კარეული ვარ ზოგადად. გასაგებია. თუმცა სიმღერა რომელიც ახლა მოგვიტანე და პრემიერა, რა ქვია სათაური? დაგჯეროდეს, ასე ქვია, რომელზეც ვიდეო რგოლიც გადაიღე თუ არ ვცდები. მოდი ახლა მოვასმენინოთ ჩვენს რადიოს მსმენელებს სიმღერის პრემიერა. მეც ველოდები, ძალიან მაინტერესებს და შემდეგ სარეკლამო ჭრის შემდეგ დავბრუნდეთ უკვე მეორე ბლოკით და გავაგრძელოთ საუბარი.